სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ამენ. წმინდა მღვდელმთავარი იოანე ოქროპირი მასზე რომ არ უნდა შევცვლეთ, როცა ვხედავთ რა განსასწრებში ცვივდებიან კეთილი ადამიანები, ავებს კი ყველაფერი უხვად აქვთ. თვით ასე დაყენება საკითხის რომ არასწორია, ამას დიდი ეკლესიურობა არ სჭირდება. მე მგონი რომ სხვისი კარგი შეგშურდეს ადამიანს და დაიწყო დოროტვინო და ჩივილი იმის შესახებ, რომ აი ის რა კარგად ცხოვრობს, მიუხედავად იმისა, რომ ის ასეთი ცოდვილია, ასეთი აზროვნება ძალზე დაბალ სულიერ დონეს აჩვენებს თითოეული ადამიანის. დანარჩენს ახლა წმინდა მღვდელმთავარს იოანე ოქროპირს მოусმინოთ და ის გვეტყვის, რა თქმა უნდა, უკეთესად. საყვარლებო, ნურავი შეცდომდებით, როდესაც ხედავთ, რომ ავი ადამიანები ბედნიერად ცხოვრობენ. თუნდ უმართებულო, თუნდ სათნო საქციელთა გამო მოსაგებელი ამ ქვეყნად როდი გვერგება. თუ მაინც ასე გამოდის, გინდ ავი, გინდ კეთილი საქციელისას იცოდე, რომ ეს ხდება არა დამსახურებისამებრ, არამედ სამსჯავროს ერთგვარ შესავლად. რათა ისინი, ვისაც აღდგომა არ სწამთ, იმით მაინც მოეგონ გონს, რაც აქ ხდება. ამიტომ, როდესაც დავინახავთ, რომ უღირსი ადამიანი ფუფუნებაში ცხოვრობს, სულით ნუ დავეცემით. როდესაც ვხედავთ, რომ კეთილი გასაჭირშია, ნუ შევცდომდებით, რადგან გვირგვინიც და სასჯელიც იქაა. თანაც არ ხდება ისე, რომ ბოროტი სავსებით ბოროტი იყოს, მასშიც არის რაღაც კეთილი. არც კეთილია სრულად კეთილი, მასაც ექნება რაიმე ცოდვები. ამიტომ, როდესაც უღირსი ხარობს, ეს მისთვისვია საზიანო. თავისი მცირე სიკეთის წილ აქვე ნეტარებს. იქ კი საბოლოო სასჯელი მიეგება. და განსაკუთრებით ნეტარია ის, ვინც აქ იჯება, რათა ყველა ცოდვა ჩამორეცხილი, იქ განდიდებული, სუფთა და უცოდველი წავიდეს. ამას გვასწავლის პავლე და ამბობს. ამისთვის მრავალ არიან თქვენ შორის უძლურ და სნეულ და წყванან მრავალნი და კვლავ მიცემად ეგებით არის იგი ეშმაკსა. და წინასწარმეტყველიც ამბობს, მოიღო ხელისაგან უფლისა მრჩობლი ცოდვათა თვისთათვის. და კვლავ დავითი გვეუბნება, იხილენ მტერნი ჩემნი რამე თუ გამრავლდეს, განმიმრავლდეს მე უფრო ის თმათა თავისა ჩემისაითა და სიზულვილით ამაოდ მომიწულეს მე. და კვლავ მომიტევენ მე ყოველნი ცოდვანი ჩემნი. და სხვაც ასე ამბობს, უფალო ღმერთო ჩვენო, მომეც ჩვენ მშვიდობაი რამე თუ ყოველივე მომაგე ჩვენ. მაგრამ ამით ყველა გვაუწყებს იმ კეთილთა შესახებ, რომლებსაც აქვე მიეზღებათ სასჯელი ცოდვებისათვის. ხოლო სადაა ნათქვამი, რომ უღირსნი აქ დალხინებულნი იქ საბოლოო სასჯელს მიეგებიან. უსმინე, რას გვეუბნება აბრაამი. რას ეუბნება აბრაამი მდიდარს. მიიღე კეთილი შენი ცხოვრებასა შენსა და ლაზარე ეგრეთვე მსგავსად ბოროტი. აქ ამბობს სიტყვას მიიღე და არა იღებდი, რაც ნიშნავს, რომ ორივემ უკვე მიიღო მისაგებელი. კერძოდ, როდესაც ერთი კეთილ დღეობით ცხოვრობდა, მეორე კი გაჭირვებით. და აგრძელებს, დააწესერა აქა ესე ნუგეშინისცემულარს, ხოლო შენ იტანჯებიო. მაშ ნუ დავღონდებით, როდესაც დავინახავთ, რომ ცოდვილები აქ არხეინად ცხოვრობენ, არამედ თავად გასაჭირში ჩავარდნილებმა გავიხაროთ, რადგან ეს ცოდვათა გამოსასყიდია. ნუ ველვდით ნუგეშს,
რადგან ქრისტემ თავის მოწაფეებს მწუხარება აღუთქვა. პავლე ამბობს, ყოველთავე, რომელთა ნებავს ღვთისმსახურებით ცხოვრებაი, ქრისტე იესოს მიერ იდევნენ. არც ერთი ქველი მეომარი ბრძოლის ველზე არ მოელის აბაზანებსა და ნუგბარს, დაზნექიო სუფრებს. ეს მეომრის კი არა, გაზულუქებული მდიდრის ცხოვრება. მეომარი იბრძვის მტვერში, გაოფლილი მწველი მზის სხივებს ქვეშ, ნაკლუნევანებასა და სიზნელეებში. ეს ომისა და შერკინების ჟამია და იქ იარები და სისხლის დათხევა. ტკივილის დათმენა მოელის ყოველს. უსმინე რას ამბობს ნეტარი პავლე. ესრეთ ვიჭირვი ვითარცა არა ჰაერსავს ცემო. მაშინ მთელი ცხოვრება ბრძოლად დავსახოთ. არასოდეს ვეძიოთ სიმშვიდე. შეჭირვების გამო არ ვიჩივლოთ. ხომ არჩივის ასპარეზზე გასული მოკრივე. სიმშვიდეს სხვა ჟამი აქვს. ჩვენ თავი უნდა სრულხოთ მწუხარების მეშვეობით. თუმცა კი არ გვდევნიან და გვარბევენ. ყოველდღიურად გვეწყდება მწუხარება. თუ ამ მწუხარებას ვერ დავითმენთ, ეს ნიშნავს, რომ ვერც დევნას ავიტანდით. განსაცდელი თქვენ არა შეგემთხვია, გარნა კაცობრიო, ამბობს მოციქული პავლე. მას ვევედროდ ღმერთს აგვარიდოს ცთუნება. ხოლო თუ მაინც შეგვემთხვევა ის, მედგრად გადავიტანოთ. პირველი, ხიფათის აცილება კეთილგონიერ ადამიანთა თვისებაა და კვალად მეორე, მედგრად გადატანა მამაცთა და სიბრძნის მოყვარეთა თვისებაა. ტყუილ უბრალოდ ნუ ჩაცვივდებით ხიფათში, რადგან ეს კადნიერების ნიშანია. ხოლო უკვე ჩაცვენილები, როდესაც სხვა გზა არაა, ნუ დანებდებით, რადგან ეს სიმხდალის ნიშანია. მას თუ მცნებები მოგვიწოდებს, ნუ დავიხევთ უკან, ხოლო უსაფუძვლოდ, როცა არ არსებობს არც საბაბი, არც ადათი, არც საჭიროება, რაც ღმერთის სადიდებლად მოგვიწოდებს, ნუ დავირაზმებით, რადგან ეს ტრაბახი და ამპარტავნებაა. ხოლო თუ მოხდა რამე, რაც ღვთის მოსაობას შელახავს, მაშინ თუნდაც რომ 1000 ჯერ სიკვდილი გველოდეს, არაფერს უნდა ავარიდოთ თავი. ნუ მოუწოდებ ცთუნებებს, თუ ყველაფერი რაც ღვთის მოსაობას ეხება, ისე მიდის, როგორც გინდა. რა საჭიროა ტყუილად დავიტეხოთ თავს არასაჭირო საფრთხე. ამას ვამბობ, რადგან მინდა აღასრულებდეთ ქრისტეს მცნებებს, რომელმაც გვიბრძანა, გველოცა ასე, ნუ შემიყვანებ განსაცდელსაო და დაგვავალა აგვეღო ჯვარი და შევდგომოდით მას. ამაში არანაირი შეუსაბამობა არაა. პირიქით, შენ ისე მოიქეცი, როგორც მამაც შეჭურულ მეომარს შეფერის. მუდამ ფხიზელი და მხნე იყავი, მუდამ მტერს ელოდე, თუმცა ომი არ ატეხო, რადგან ეს მეომრის კი არა, მოჯანყის საქმეა. როგორც კი ღვთისმოსაობის ბუკი მოგიხმობს, მაშინვე გამოდი. სიკვდილი არა ჩააგდო და გაბედულად ჩაები ომში. გაარღვიე მტრის რიგები, თავი გაუჩეჩ ქვეშმაკს, გამარჯვების ნიშანი აღმართე. ხოლო თუ ღვთისმოსაობას არაფერი ემუქრება, თუ არავინ შერყმის ჩვენს დოგმებს და არ გვაიძულებს ღმერთის ნებას გადავიდეთ, მაშინ ზედმეტად ნუ გამოიდებ თავს. ქრისტიანის ცხოვრება სისხლიანი უნდა იყოს, არა სხვისი სისხლის დათხევით, არამედ მზადყოფნით, რომ საკუთარი დაღვარო. მას ქრისტესთვის ისევე იოლად დავღვაროთ საკუთარი სისხლი, თითქოს წყალს ვაქცევდეთ და ისევე დაუფიქრებლად გავშორდეთ სხეულს, თითქოს ტანის ამოს ვიხდიდეთ. ეს მაშინ მოხდება, როდესაც აღარ ვიქნებით მიჯაჭვულნი არც ფულზე, არც სახლებზე, არც სიამოვნებაზე, როდესაც არ ვიქნებით ყველაფერ ამაზე დამოკიდებული. თუ ის ადამიანები, რომლებიც
ამ ცხოვრებას მეომრის წოდებით გალევენ, ყველაფერზე უარს ამბობენ და იქით მიდიან, სადაც ომი მოუხმობთ და ყველა გასაჭირს მხნედ უმკლავდებიან, მაშინ მით უმეტეს ჩვენ ქრისტიანებს გვმართებს იარაღი ავისხათ და დავირაზმოთ ვნებებთან საბრძოლველად. ახლა დევნა აღარ არის და ნურს ნურასოდეს იქნება იგი, მაგრამ არსებობს სხვა ომი, ვერცხლის მოყვარეობასთან, შურთან, ვნებებთან. ამ ომის აღწერისას პავლე ამბობს, რამე თუ არა არის ბრძოლაი ჩვენი სისხლთა მიმართ და ხორცთაი. ეს ომი მუდამ ჩვენს კართან დგას. ამიტომ მოციქულს უნდა რომ მუდამ აბჯარ ასმულნი ვიყოთ. მტკიცეთ უკვე დეგით, მოირთყენით წელნი თქვენი ჭეშმარიტებითა. ამბობს იგი და ამით მიგვანიშნებს, რომ ეს ჟამი უკვე დადგა, რომ მოუცდენლად იარაღი უნდა გვეპყრას ხელთ. მართლაც დიდი ბრძოლა ხდება ჩვენი თვალის, ენის გამო, რომლებიც ამიტომ უნდა დავიოკოთ. დიდი ბრძოლები ხდება გულის თქმათა გამო, ამიტომაც მოციქული იწყებს ქრისტეს მებრძოლის შეჭურვას. გარეგან მოვლენებს და შეჭურვას და ამბობს, მტკიცეთ უკვე ზდეგით, მოირთყენით წელნი თქვენი და დაურთავს ჭეშმარიტებითო. მას უნდა რომ აბჯარიც ჩავიცვათ, ფარიც მოვიმარჯვოთ, გულის ყრომა მხეცია, იოლად რომ გვესხმის თავს და ჩვენ 1000 ზღუდე და გალავანი გვინდა მის დასაძლევად და შესაკავებლად. აი ამას რომ ვისმენთ ახლა ჩვენ კითხულობთ ხო? და მერე ამ დროს რომ დაიწყებ იმაზე ფიქრს. რომ აი ეს ადამიანი ხედავთ ცუდად ცხოვრობს, ოროტია და რამდენი სიკეთე აქვს. დალოცულო შენ თავს მიხედა. შენ ცხოვრებას დაუკვირდი. შენ როგორ ცხოვრობ? ღმერთს მადლობა უთხარი იმისათვის რომ კიდევ გავს დრო და საშუალება რომ უფალს შესთხოვო, უფალო შემიწყალო. რას უყურებ ის როგორ ცხოვრობს და რა მისაგებელი ექნება. თუ იმდენად დიდსულოვანი ხარ კიდევ და დიდი ქრისტიანი ქვია, მაშინ იმისთვისაც ილოცე თუ ხედავ რომ ის სოდვებშია და ეუბნება. მას გავიღვიძოთ, ბოლოს და ბოლოს მიმოვიხედოთ, ფხიზლად ვიყოთ, ვესწრაფოთ მარადილ ცხოვრებას, ჩამოვიშოროთ ეს დიდი ძილი, წინ გველის სამჟავრო, გველის აღდგომა, ჩვენი საქმეების გამოძიება. ღმერთი მოაბიჯებს ღრუბლებზე, მის წინაშე აღატყდეს და გარემოის მისა გრიგალი ფრიადი. მის წინ ცეცხლის მდინარე მოედინება, უკვე თუ მატლი, უშრეთი ცეცხლი, კუნაპეტი, წვდიადი, კბილთა ღრჭენაი, თუნდაც რომ 1000 გზის უკმაყოფილო დამრჩე, მაინც ვამბობ ამას და არ დავდუმდები. ანუ ეს გელითო ყველას. თუ კი ცნებებით არ იცხოვრებთ. თუ წინასწარმეტყველები მაინც იტყოდნენ, თუმცა კი ამისათვის ქვებით ქოლავდნენ, ჩვენ მით უმეტეს უნდა ავიტანოთ უკმაყოფილება და არ გელაპარაკოთ თქვენ და სასიამოვნოდ, რათა თქვენი მოტყუების გამო თავად არ ჩავარდეთ უმძიმეს სასჯელში. იქ სასჯელი მარადია, მოუცდენელი და არ გვეყოლება ქომა. ათქვამია, ვინმე შეიწყალოს მსახრვალი გველმან თუ მისცეს მას. თუ თავს არ შევიბრალებთ, მითხარი, ვინ შეგვიბრალოს? თუ დაინახავ ვინმე გულში როგორ იცგერებს მახვილს, განა შეგეძლება მისი სიცოცხლის დანდობა. ვერ შეძლებ. მით უმეტეს, როდესაც ჩვენზე დამოკიდებული მართებულად მოგცევაა და 100 არ ვიქცევით. ვინ შეგვიწყალებს? ვერავინ. დაინდეთ საკუთარი თავი. ღმერთს თუ შევთხოვთ, უფალო შემიწყალე, მას ჩვენს თავსაც უთხრათ იგივე და შევიწყალოთ საკუთარი თავები. ჩვენზეა დამოკიდებული, უფალმა შეგვიწყალოს. მან ეს უნარი მოგვანიჭა.
თუ მისი წყალობის, მისი კაცთმოყვარების ღირს საქმეს ჩავდივართ, მაშინ ის შეგვიწყალებს. თუ საკუთარი თავი არ გვებრალება, მაშინ ვინ შეგვიწყალებს? შეიბრალე, მოყვასი და ღმერთი შეგიბრალებს შენ. რამდენი ვინმე მოდის შენთან ყოველ დღე და გეუბნება, შემიბრალევ, შენ კი მათ ზედაც არ უყურებ. რამდენია შიშველი ხეიბარი, ჩვენ კი მათკენ არ ვიხედებით და უგულებელს ყოფთ მათ ვედრებას. რა სინდისით ითხოვ წყალობას, როდესაც წყალობის ღირსი არაფერი ჩაგიდენია. ვიყოთ თანამგრძნობელნი, გულშემატკივარნი, რათა ამგვარად ვაამოთ ღმერთს და მივიღოთ სიკეთე, რომელსაც უფალი მის მოყვარულებს პირდება. მადლითა და კაცთმოყვარებით უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომლის არს მამისა და სულისა თანა წმინდისა და უფლება და დიდება და პატივი აც და მარადის და უკუნეთი უკუნისამდე. ამინ. ღმერთმა დაგლოცოთ და გაკურთხოთ.